იქნება. მაგდა ანიკაშვილი ხელისუფლებას მშობიარობის ხარჯების სრულად დაფინანსებას თხოვს. დღეს ანიკაშვილი ნინო მუშკუდიანის მშობიარობას დაესწრო სოციალურად დაუცველ ოჯახს სადაზღვევო კომპანია მშობიარობისას მხოლოდ თანხის ნაწილი 400 ლარი აუნაზღაურა, ოჯახს 500 ლარის გადახდა თავად მოუწია. ანიკაშვილი ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკას არ გადახედავს, ქვეყანაში შობადობა იკლებს. რომ მიიხუწოთ თქვენი ვაჟი. უკვე გაჩნდა, გადასარევი ბიჭია, გადასარევი და თუ შემოხვდით, ჩაიხუტებდით პატარას, გელოდებით. საკეისოფერთან ჩაიარა წარმატებით. დედის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, ახალშობილი დაიბადა კარგ მდგომარეობაში, იწონის 3 კილოსა და 700 გრამს. ილია ისედაც ქონდა გადაწყვეტილი და ღმერთის უფლისნებით ილიაობას გაგვიჩნდა ვაჟკაცი და მისი სახელობით იქნება ილია მუშკუდიანი. ჩვენ შევხვდით ამ ოჯახს იმის გამო, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემა. ისინი არიან სოციალურად დაუცველნი, თუმცა მშობიარობის თანხის ანაზღაურება მათ უწევთ მაინც და ეს არის 500 ლარი, რომელიც უნდა გადაიხადონ. რაც არის ძალიან დიდი თანხა ამ ოჯახისთვის. სახელმწიფო ფარავს მხოლოდ 400 ლარს, მთავრობის დადგენილებით ასეა განსაზღვრული. ამიტომ ვითხოვთ ქრისტიან-დემოკრატები, რომ აუცილებელია შეიცვალოს ეს პუნქტი დადგენილებაში და ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, ასევე სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს მშობიარობის თანხა სრულად დაუფინანსდეთ.